მოდით ნახოთ მეგობრებო, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ნახოთ. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა, როდესაც თქვენ ეს ვიდეო შეგხვდათ პირველი ვარიანტისათვის და მეორე ვარიანტისათვის. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზითავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა აუცილებლად მომწერეთ პირადში. მაქვს ტარო პროგნოზები, ცალკე შეკითხვები, ერთ შეკითხვაზედაც კი ვშლი, ცალკე, ვისაც ამის სურვილი გაქვთ. და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, ვინც აირჩია ეს ქვა. მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, ეს ვიდეო. და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტით, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ახალი შესაძლებლობები. ნახეთ? უბრალოდ დააკვირდით ჩემს ალტარზე სიმბოლიკას, რამდენი გასაღებია. ძალიან ბევრი, ხო? და აქაც არის გამოსახული გასაღები. შენს რეალობაში იხსნება რაღაც ახალი კარიბჭე, რაღაც ახალი კარები. იცით, სამყარო არის ახსავსე ძალიან ბევრი რესურსი, ძალიან ბევრი შესაძლებლობებით, მაგრამ ჩვენ ადამიანებს ხშირად ეს გვავიწყდება. ჩვენ გონია, რომ ამა თუ იმ სურვილის ასრულებისთვის, ან ამა თუ იმ მიზნის მიღწევისთვის ყოველთვის გვჭირდება ესა თუ ის კონკრეტული გზა. მაგრამ რეალურად სამყარო, მისი შესაძლებლობები და მისი რესურსები შეუზღუდავია. ამიტომაც თქვენს რეალობაში შემოდის რაღაც სრულიად ახალი ენერგია, ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობებით, სადაც თქვენ ძალიან კარგად და ნათლად დაინახავთ იმ ყველაფერს, რაც მე ზემოთ ვახსენე. დაინახავთ, რამდენად ბევრი ვარიანტი არსებობს რეალობისა და იმისა, რომ რაღაც კონკრეტულ მიზანს მიაღწიოთ, რაღაც კონკრეტული სურვილი აისრულოთ. ამიტომაც პირველი ვარიანტი უბრალოდ მომილოცავს თქვენთვის. თქვენს რეალობაში შემოდის ახალი ძალიან სასიამოვნო ენერგიები და შესაძლებლობები. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ასეთი ქვა. ღრმად ჩაისუნთქეთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი თქვენთვის აქ მესიჯი განსხვავებული არის და პირველ რიგში აქ პირდაპირ გაგებით მოდის ასეთი უკაცრავად რეკომენდაცია, რომ გააკეთოთ რაღაც გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშები. ზოგადად თქვენს სუნთქვით სისტემას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, განსაკუთრებით ვისაც რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ. აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაციები. იმიტომ რომ თქვენ ზუსტად ეს გჭირდებათ. შეიძლება თქვენ ამას ბოლომდე ვერ იაზრებდეთ და იცით, განსაკუთრებით სტრესის დროს, როდესაც რეალობა და რუტინა არის დაძაბული, ჩვენ გვავიწყდება სწორი სუნთქვა, გვავიწყდება ხოლმე სწორი ჯასუნთქვა, ამოსუნთქვები და ამ კუთხით ფიზიოლოგიურად მიაქციეთ საკუთარ თავს აუცილებლად ყურადღება. და პლუს ამასთან ერთად ფიზიოლოგიის გარდა თქვენთვის არის ასეთი მესიჯი, რომ ახლო მომავალში შენ აუცილებლად შეძლებ რომ ამოისუნთქო, მაგრამ მანამდე ის ყოველივე უნდა გააკეთო აუცილებლად, რაც მე გითხარით მეგობრებო, ანუ გააკეთეთ რაღაც გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშები, როდესაც თქვენ განსაკუთრებით სტრესში ხართ, აუცილებლად დაჯექით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, გააკეთეთ რაიმე სახის სუნთქვითი ტექნიკები და სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებული ბედნიერი დრო და ნახვამდის.